თუ შეგიძლიათ გითხრათ რა სიკეთეები შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში და რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად ამ დიდი ოჯახის წევრობა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგესალმებით, ევროპის დღევანდელ დღეს გილოცავთ ბათუმიდან. ვფიქრობ, ჩვენმა ქალაქმა და ჩვენმა რეგიონმა არაერთი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისაგან და აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველაზე ძირითადი მიმართულებები, სადაც ევროკავშირის როლი ჩვენს რეგიონში იკვეთება, არის როგორც ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, სოციალური პროგრამების დაფინანსება და ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდების მხარდაჭერა იმისათვის, რომ მათ შეძლებოდათ ევროკავშირის ქვეყნებში სასწავლო პროგრამებით ახალ პრაქტიკებს ეზიარონ და მათი კონკურენტუნარიანობა გააძლიერონ სამომავლო დასაქმებისათვის და ევროპულ ღირებულებებს ეზიარონ, რომელიც პრინციპში ჩვენს ღირებულებთან არის სულად ახვედრაში, რომელიც ეს არის თავისუფლება, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი კულტურა, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავაფასოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს, ეს არის სოლიდარობა. ევროკავშირის წევრობა ეს პირდაპირ არის ის არჩევანი, რომელიც ყველა ადამიანს განურჩევლად თუ რა ეკონომიკურ რეალობაში ცხოვრობს, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თავიანთი უფლებების დაცვა, თავისუფლების დაცვა, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების გარანტი ხდება ევროკავშირი და ვფიქრობ, რომ ალბათ ისევ ჩემი საქმე უნდა გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ეს არის ღირსეული შრომის მიღწევა, რადგანაც თითოეული ჩვენგან, ვინც ახლა გვისმენს, დარწმუნებული ვარ, იმყოფებით შრომაში და თქვენი შრომის დაფასება და ანაზღაურება არის ის, რომ გქონდეთ ისეთი საარსებო მინიმუმი, რომელიც ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევთ, მეორე გქონდეთ ისეთი შრომითი ანაზღაურება, რომელიც თქვენი სურვილების მიზნების მიღწევაში გეხმარება და მესამე გქონდეთ შრომის უსაფრთხოება, რომელიც ესე გვჭირდება. ამიტომაც ევროკავშირში გაწევრიანება ეს არის ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენი საკუთარი თავებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის გვჭირდება და ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს აქ ველოდებით ბევრ ახალგაზრდას, ბევრ ადამიანს, რომ ერთად ვუთხრათ ყველას, ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, რომ ევროპა არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც მოგვიტანს უსაფრთხოებას და თავისუფლებას.